გარეშე მტრების შემოსევათაგან დაუძლურებულ ფეოდალური საქართველოს ცხოვრებას თანსდებდა უდიდესი ბოროტება. ტყვეებით ვაჭრობა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა მე-18 საუკუნეში, როცა შავი ზღვის სანაპიროზე მტრის მიერ დაკავებული ციხე-სიმაგრეები ტყვეთა ყიდვა-გაყიდვის ცენტრი გახდა. ყოველწლიურად ათასობით ყმაწვილები და ახალგაზრდა ქალები მიხავდათ უცხო ქვეყნებში. ქართველ დედას არ უხაროდა შვილის დაბადება. ვინ იცის, რამდენი ცრემლი დააღვრივა შავი ზღვის ამ სანაპიროზე. მხოლოდ იმერეთის მეფემ სოლომონ პირველმა აკრძალა ტყვეებით ვაჭრობა. უკვე თუ ვინმე წარჩინებული ან მდაბიო, აზნაური ან უაზნო, შემდგომად წვრილად გამოძიებისა, აღმოჩნდება დამნაშავე ადამიანების ყიდვა-გაყიდვაში, სხეული მციყოს იგი წმინდათა კრებულთაგან და იქნეს ასეთი განუჟელად დაბრმავებული. ხოლო უკვე თუ ვინმე ქთამს აიღებს და თვალს არ დასწრის დამნაშავეს, სხეული მციყოს იგი წმინდათა კრებულთაგან და დაშთობილ იქნეს იგი. დღეს მიხედე, არსად არ წავიდნენ. აგე, ზემოთ არიან. რასები შემახიანო, ნაცამასტიე, ისე მომივიდა, განგებ ხომარავქეთ. აბა რა, რაზე ხროვდობებოდა, იცი სად გადაგისვრიდი? შენ მამზე, ხომარა გონია, რომ შენ მე მომერები. აშარადა? აბა მოდი დამეჭიდე, ნახოთ, რა ვაშკაცის ხარ. აბა მოდი. როგორ ხურქონია ბიჭო? ასე დავიბადე. დაღია, ამიტომ მეძახია. მერე ასე დაგჭება? მერე რა? დედაჩემმა მითხრა, არსად არ დაიკარგებ, ყველგან მოგძებნით. Davide. მოვალ დამელოდე. ნანა, შვილო, ნანა. ჩემო საყვარელო ბიჭო, ჩემო მარჩენალო. ესპერანგის სადაგიხებია, ჩემო ბიჭუნა. დღეს გოჩას მეწიდე, დედაჩემო და მოვერიე. ღმერთმა ქნა, შვილო, შენ სიცოცხლეში ვერავინ ვერ მოგრეოდეს.
მთელი დღე ფეხზე დგეხარ, დაღლილი ხარ, ნანა. დიდად განიცადა სოფელმა პატარა გორჩას დაკარგვა. მაგრამ ლაჟვარდი ტეხურის ნაპირებზე ცხოვრება მიდიოდა თავისი გზით. მინდორ ველებზე ისევ შრომობდნენ. Ergis kamzurki gigoya ვაჟებო, დახკა თოხები. სადილობამ დესვე როგორ მიავიტანოთ. ის შეწევნით შინებული დარია. ვერ გამიგია, მამა. საიდან გაჩნდა ჩვენს ხანაში ამდენი ჭოჭოთი და დოლობი? პალამოსაგრე ფათრის ლაშქარი უთაშესებია. კაი დახსოვება გწოდნია, ბიჭო. შაშანეს კუთხე ერთხელაც არ გაგვიმართლავს, ხერიანი. მართალს ამბობ, შილო. ვერ მოასართ მაშინ ამუხუროს გამარგულა. სალაშქრო წავედი. დას ცხევლის მაგათ ხული და ქიაჩი. ხანაკი გაუმარგლავი დაგუსტი. აი გაიხარეთ. მოდიან. ჩვენს ქალებს სადილი მოაქვთ. ეს ვინ მოდის? ეს ვინ მოდის? ჩემი ხვიჩა, ჩემი ბაბაია, ჩემი გულის გამხარებელი. ბაბაია, ხები ხომ არ დააბნია შენ შემოგევლო ჩემი და. ღმერთო დიდებულო, შენ გაუმარჯო ქვეყანაზე მშვიდობის დამამყარებელს. საწყალი გლეხკაცს გამგიტყვის. ღმერთო ის დღე მაჩვენე. ყანაში უთოფოდ მოვდიოდე. დედაკაც სადილი მარტო მოქონდეს და არაფერს არ ეშინოდეს. მეზობლებო, ხალხს თუ დამალერინეთ. ის მინ უნდა იყოს. გასცემად ვარ ბატონო კადნიერებისათვის. იმედია პატივისცემ და ტაგუიაბედიასთან ერთად ჩალამღვინოს მიირთმევ. დიდ მადლობას მოგახსენებთ. ობრძანდი. აზნაური ბარდღარევია. დაბრძანდით. ღვინო არ დამელევინება ბატონო. ნოქალაქევის საბანოზე მივდივართ სამკურნალოდ. მიეცი. სხვა ბატონო ბარდღა, რა ამბავია ქვეყანაზე? მართალია თუ არა რომ მეფისაგან სასტიკი ბრძანებაა გაცემული ტყვეთა მომტაცებლების წინააღმდეგ? ამბობენ მათ თვალებს თხრიანო. მართლა? ამბობენ და ღვია ამბობენ. ახლა მშვიდობიანობაა. ნუ გეშინიათ. როგორ არ უნდა გვეშინოდეს ბატონო?
აი ამასთან მასავით შეზრდილი პატარა გოჩა. ახლახან მოიტაცეს. ესენი ერთად იზრდებოდნენ, დღებს ერთად წემსავდნენ. დაგვია, ეს პატარა ბიჭი შენია. დიახ ბატონო, ეს ჩემი ბაბაია, ჩემი ხვიჩა. თუ გიდი მიწყინე ეგ სიტყვა. გარეშე მტერს გაუნკლავდებოდით, რომ ჩვენი თავად აზნაურობა არა. ამბობენ ვითომ ჩვენ ადამიანის სულისკენ უნდა გვედგასო. ახლა კაცის სული კი არა. უსამართლოდ ერთი თიგნის ყურიც არ დაგაკლდებათ. იბრძანდები ჩემო ბატონო. დიახ, დაამებამდე უნდა ჩავიდეს. გამშვიდობისა ბატონო ბარდღა. დიდად გმადლობ, დიდად გმადლობ. ო! მადლობ, მადლობ. დედა, შეხედე როგორ დასაძილან ჩვენი მერცხლები. ისინი სულ მალე თელ ქვეყნებისაგან გაფრინდებიან. დაიდგენ დედა. შორს, შვილო, ძალიან შორს. აი იქ ზღვის გადაღმა. სადაც სულ მუდამ ზაფხული იცის. ვიჩა, შვილო, ხები მართლა არ გარეკო. არ შეიძლება. ვიჩა. ინდა ცხელზე შექსვა. მინდა. მოდი ცოტა გავაჭენოთ, ა? ხო. აჰა. დაბრუნდეთ უკან. ჰეი! რა იყო ბაბა? თითქოს რაღაც კივილივით მომესმო. ზაღლი ხებს მგონია. აბაბაია, მოგდა ვიღაცა. დედა ჩემი კივი. რაღაც სახირო არის ჩვენს თავზე. Gambavia! Amuvida! Čej biti jak rakariho!
მარად ხვიჩა ნანა შვილო ზეხა ცოტა დამშვიდი ადამიანი აუცილებლად დაეწერია და მოიყვანა ხვიჩა ბაბა ჩემი მოხუცებულობის მანუგეშებელო ბაბა მოგიკვდეს უბედური მამაში ხვიჩა ბაბა ოხრა კარგი ბიჭია ძინავს მაინც როგორ მოახერხე შეღმერთ გამწრალ სწორედ რომ ეშმაკი ხარ ნამდვილი ეშმაკი რაც გეტყვი კუჩუნა ამ ქვეყანაზე არაფერი არ ინატრო ინატრემ მხოლოდ კარგი ცხენა ახლა როგორ ვქნათ დღეს ვეღამით უნდა მივიდეთ იქ სადაც შავი ღელეებთვის რიონს აბა შენ კუჩუნა ხვალთავად ჭორიშვილის სახლში დამყოფი კარგი შენ ხომ შემომფიცე შვილო რომ ამ საშინელ საქმეს თავს დაანებეთ ხერა ბავშვს ვერ მოხდ გეუბნები ეს უკანასკნელია დედაჩემ შენ თავსაც დაიღუპავ და ჩვენც დაგხუპავ შვილო განაპირი ვარ ფაზილ ფაშასთან სასყიდელი წინ და წინ გვაქვს მიღებული არა მე დედა ვარ და ამის წნებას არ მოგწა ეხლავე გააგდე ის შავწვერა ყაჩაკი და ბავშვი აქ მომგვა მაინც შემსა ვაინშო იაგუნდისა მარკოს ხუცეს დაუძღე ვაი მოგძამ მამაო მარკოს რა დაემართა ქალბატონს ცოტა შეუძლო გახლა ეს შევძერა კაცი ვერ ვიცა იმ პატენში ესა ჩვენი მოგეთე გახლა ოდიშიდან ქალბატონი გთხოვს მარკოს ხუცესი შეხვედრას ჭრელი გველი შეხვედრა მირჩევი მაგ ჩასაზაღლებელმა მაშინათო შეგამჩნია ეზოში აია თუ ხელში ჩაგიგდეს თვალებს დაგთხიან ორიეს და გაგიშვებენ იარე მერე საერთოდ გინდა მაგ ყოფა გაფული მაგ მაგ სახსენებელ ამოსაგდები მაგ რა მოხდა ქალბატონ რა ქნა მოძღარ ორ წეს შუა ვარ ჩავარდნი შენ ხომ იცი ჩემმა ქმარმა და შვილმა შეჰფიცეს მეფეს ფაშისათვის წვეები არ მიეწოდებინათ დღეს დილით კი მოეთრია ის ავაზაკი და ერთი პატარა მაწვირი მოიყვანა მე მაშინვე ყვირილი მოვთე თავი მოვიკავ გამოვტაცე ბავში და მსახურებს ჩავაბარ მე ხომ ერთადერთი შვილის დედა ვარ პესკი ისეთი სასტიკი ბრძანება გაუწია გონება დავკარგე საშინლად შევიქენდა შეგაწუხე მოძღარ ვაი
მესმის ყველაფერი მესმის ქალბატონო დამშვიდით ახლა როგორ მოიქცეთ მოწვარო ბავშვს რა უკვე ბავშვი ჯერჯერობით მე მომეც გავზრდი შევასწავლი რამეს შემდეგ შობელიც მოიძებნება და ჩავაბარო იაგუნდისა ბავშვი მოიყვანე მოდი აქ მოდი ჩემთან ბიჭიკო აი ჩვენი ცოტა ну гешиния чему битико ракви ხვიჩა вот შენკინ ღირსეულო ადამიანი უფალმა მოგანიჭოს დღეთა სიკრე გვაბლობ დამშვიდით ზიარება აღარ გჭირთ დავით ვიჩი მარიკა აბა თუ მიხდები ვინ მოვიყვანე ეს ვინ არის? ვინ უნდა იყოს დედაკაც თუ არ ნაყოფი ჩვენი კეთილი გზიდან ცდომის რა კარგი ბიჭია. აგი ამბობდი ხუთესო მაგისთან ასამართლო საქმეები მოისპო. განაასიადვილია ძაღლის კუდის გასწორება. ვინო ბედამწვარი დედაში კარგი გეყოფა ლერტამისა ბავშვს კიდევ უფრო გულწნულა აჯამე რამე და დაასინე ну ტირი ხვიჩა დაჯი ხვიჩა ნუ გეშინი შეჭან. მერაფრის ამიგეშინი. როგორც შენ სახში ისე იყო. გამი.
რა ბიჭი წაგვართვა, მაგ წერით ხეზე თხასავით ჩამოსაგიდებდა, მაგან. მე რამდენი დაჯოწოლება გამოვიეთ მაგის საკამოყვანაში. ბარდღა შეიძლება კიდევ შენებურად მოაგვარო რამე, მაგას უნდა რომ თავადიშლო. მე რევი არ ყოფილვარ თუ ის ძაღლის ლეკვი ბოლოს ჩვენი არ იქნეს. ჩაწყო. აქ ერთი მუხლი დაბალი კილოთი უნდა ჩააგალობო. სიმდაბლე თქვენი ცხადი ყამწინაშე ყოველთა კაცთა. აქი ერთი მუხლი მაღალი კილოთი უნდა ჩავაგალობოთ. უფალია ყოჩახ ჩემო ბიჭიკო. აბა ახლა შოთა შაირიც მითხარი. ეგ რომელი? სულ ერთია. თუნდაც ვახ სოფელო რაშიგან ხარ. ვახ სოფელო რაშიგან ხარ. რას გვავრუნებ, რასნე ჭირსა. ყოვლინ შენი მონდობილი ნიადაგმსა თემებრს წირსა. თარცა იყვან სადაურსა. სადაღუფხრისა ძირსა. მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა. ყოჩახ ჩემო ბიჭიკო. ესეც კარგად დაგიხსომებია. აბა ახლა წადი და ითამაშე. ბაბუა მარკოს, როდესაც მიყვან ჩემ სოფელში? გიშინია ჩემო ბიჭიკო. მალე წაგიყვან შენ სახლში. მადლობა ბაბუა მარკოს. ცირა მომეცი დოქი მე დამოვიდე. არა მე თვითონ. მომეცი. შეხედე მაყვალი. მოკრიფოთ ხვიჩა. ცირა. ხვიჩა, შენ სოფელში მალე წახვალ, ხო? ხო, მალე. მეც მინდა წამოვიდე შენ სოფელში. წავიდე. ბედნიერად იმგზავრე შენი ჭირიმე შენი შვილო. ბედნიერად. შვიდობ, ხვიჩა. ცირა. გამოემშვიდობე, ხვიჩა. ცირა. როდესაც დიდი გავიზრდები, ჩამოვალ და გნახ. ხვიჩა. აბა დავედი. ბედნიერად იმგზავრე. კარგად იყავი ხვიჩა. არ დაგვივიწყო. ხვიჩა, აი შეხედე. ზერები რომ მოსჩანა იქ შენი სოფელი. შენი დედმამა და ძმები იქ ცხოვრობენ. შეიძლება შენი ნანა ერთ-ერთ სერიდან აქეთ იყურება. ჩვენ კი მას ვერ ვამჩნევთ. ნუ მოიწყინე ჩემო ბიჭიკო. სულ მალე მივართ იქ. როდის ბაბუა მარკო? ეს დღე ჩქარა გავიაროთ და საღამოზე ჩინიქნით. ხვიჩა, მოდი, შემომიჯეწი ჯორს. არა, მე ფეხით წერული მიჩემ. კარგი. აი ფართეზოლივთ რომ ისდევ შულო დაბლაველს დინარე ზიანი. იმ დინარეს რომ ქვევი ჩავყვე, თვალუწვდენელ ზღვას მივადგები. იქ, სადაც რიონის ზღვას ვეთ,
ხდება. ჩვენი ძველი ციხეა. იქ ახლა ურჯულო ფაშაზის. ის იქიდან ბავშვებს სტამბოლში გზავნის. შენ ციხიდან გაგაგზავნიდნენ ხვიჩა რომ ჩემო სამშობლო. ოია ხო. ვარე მომკალით. აი სიუგარი გიოდი. ადარი სამართალი სად. ვაი ჩვენთა. რახანი ამ გზაზე დავდივარ და ასეთი ხელსარიელი ჯერ არ წამოვსულა. სტამბოლში სირცხვილი თვალს ვერ გავასწრებ. რა თქმა ფალი იუსუფ ეფენდი. შენ პატივცემულო 50 თვე მაინც მოხდა. ამიერიდან თვეების საყიდლად მე გურჯისტაში ტანსფრელი არა. მე და რა მიზეზია? სულ იმერეთის მეფემ სოლომონმა გაგვიკუჭა საქმე. ხვეთა გაყიდვა სრულებით აღკვეთა. ეხლა მობენ რუსეთს დახმარებას თხოვა. ალლა ალლა ხმადღე გძელოს ასილ ფაშა კიდევ კარგია რომ პატარა ბიჭი მიფეშკაშა საჭურისად გახიდე ეფენდი კაი ფაქს მოგცემი გასამო ვარს ნამდვილი მეომარი მამელუკის სახე აქვს ეს დენაქარი არ ჩადგა შენიმტე ამ სიბერის დროს რაღაც ზღვის შიში ჩაგვარდნია გულში ზაიდო მოდი ნარდი ვითამაშოთ ვითამაშეთ რამე რეგიონზე ვითამაშოთ თუ მოვიგებ ხარბეჭა ვაშკაცი რომ გიევია წვეებში ის ჩემი იყო გაგიჟდი ის ერთადერთი ვიმყავს თვალ საჭიროზე ისიც ნარჩი წავაგო მე თუ მოგიგე შენ რას მოგცე ჩემი გძელთმიანი სალომე შენი იყოს Hasan, რა უყოთ, სულ ტირის და ტირის ეს წეული ქალი. ძუის მაგუნა ყურთას მენა წაიღო მაგის მოთქმა წუწული. გინდა დავამშვიდო. ალბათ ქმარი თვაგონდება. ჩვენ აქ რა ვართ? ვითომ ჩვენზე უკეთესი ვაშკაცი იქნებოდა მისი ქმარი, დაიცა. ხანუმ ეშე ხანუმ ხანუმ რატომ დირი გაჩუნდი არ გესმის შეურჯულო შენა მაგათ თავისი წუხარება არ ეყოფა რომ გიაურო ვისობა და ხარის მინკარება აი შენი გიაურა შენ შეშუ ბეში ეს შაში ესეთ ბეში გიშინდები თუ ნულაკე ეხლა კი გამოვემშვიდობე შენ
ახალ ციხე. აიუსო, დაიჯონ, იბრაგიმ, ამოდიჭერი, 빨리 ხუბე. ეს ხომ ზაიდოლას წყვია. უჭველი ეგ იქნება სპოთი სამტეხი. დასკათ მაგასაცი შოლტი. უჩქარო. გავიგო ჯერ რა შეესაქმე. სპოთი სამტეხსა და უნამუსოს რატომ ორასიც არ ერგება. უსამართლოდ მივირჯებით. გვაკმარათ ამდენი დამცირება თორემ იცოდეთ. ჩვენც დავიღუპებით, მაგრამ თქვენც ამოგაყოფინებთ თავს ამ ზღვის უფსკრულს. რა წნადით? რა შოშმიდით? დამაგებინეთ რა შეესაქმე. აი, აბარებსა და შეურაცხო ხალი. ჩხუბი მაგის ბრალია. ეგ უნდა დაისაჯოს. ამ შემთხვევაში ჰასანი შემწვარია. დედაკაც ასე აშკარად ამგვარად არ უნდა მოქცეოდა. ეს იბრაჰიმის ოინებია. ორი წუთი კიდევ რომ დამცლოდა შენ სახალციხელს ნახტში მოგიგებდი. მე შენთვის ვითხოვნია შენმა მეთვალყურებმა ჩემს წვებს ხელი არ ახმო. ვაჰ, კაცნო, ვერ გამიგია რა ცილსამწამებს ეს ადამიანი. ერთი ახლა თქვენსა, როგორ გეყადებათ სოდაგრები? ეს გურჯები დაუცხრომელი ხალხია. და მათთან სიფრთხილეა საჭირო. ჰეი, დაიყვან ჰასანი. ისინი შინ დაბრუნდებიან. ჩვენ ვერასოდეს. აი სტამბული. შვენიერი ქალაქი. А то иди! Ну! Иди живее! Уйди! ნურ ოსმანიეს მეჩეთის გვერდით ტყვეთა ბაზარი იყო. აქ ვაჭრობდნენ ცოცხალი ადამიანები. აქეთ გამოიყვანეს. Hüseyin ağamız, Hüseyin ağamız. Etili o seni moğuzları, salım babama. Salamin. Salamin.
ასალამ ალეიკუმ. ალეიკუმ სალამ ჰუსეინ აღა, მობძან. რა ცოტა ტყვეები ჩამოგიყვანი ეფენდი. ჰუსეინ აღა, გურჯისტანში არ მიდის საქმე კარგად. სამწუხაროა, ძლიერ სამწუხაროა. გურჯია? არა, ჩერქეზია. კარგი საქონელია. კარგი. შუმად შეკისერ მოსატახოთ არა, სულ ზაღაცხავინეს. ეს ვინ ტირის? ხვებიჭია. შეიძლება ვნახო? ახმედ, გამოიყვანე ეგ ბიჭი. რატომ ტირი ბიჭუნა? გურჯია? გურჯია. სახელი რა ქვია? ხვიჩა. ხვიჩა, კარგია, კარგი. შენისთანა ბიჭ ტირი როგორ ეკადრებ? კარგი აგებულებისა. დიახ. ჩინებული მამლუკი დადგება. ეფენდი, დავაჭიდოთ. აბული ვარ. ვის დავაჭიდოთ? აბა, გაიქეცი. მოიყვანე ვინმე. ეს ხომ ყოლი არ არის. ხვიჩა, დაეჭიდები ამ ბიჭს. ჩემ თუ ამას წააქცევ, აი შენი საქმე. აბა, ალექშა. ეგრე უგორე, ეგრე, ოჩახ. ახლა როგორ? შენ ვაჭარი ხარ. მე აგერ საქონელი, აგერ ფული. სოფდაგარო. იცოდეს უკანასკნელია. ალლაჰ, რას ამბობ? ამდენი ფულით მთელ რაზმს შევად. ნება შენი. საქონელი ხომ თვალწინა. ვიცი, ვისთვისაც გინდა. ეფენდი. არ ბძანე ჰუსეინ აღა. მარტო ფაზილ ფაშას ფარჩის ქსოვლი რომ უფეშკაშე 50 ნეჯიდე მაინც ღირდა. კარგი მამლუკი დადგა. რასიზამ, ასეთიანება უზენაესისა. ჰუსეინ აღა, მეც ვიყიდე ერთი გურიჩი. მინდა გამოვცადო, ღონიერია თუ არა. მოდი, შენს ფალავანთან ვაჭიდაო. ხვიჩა, კიდე ვიჭიდავებ? მოიყვანეთ ბიჭი. ხვიჩა! გოჩა, ძახიანო, აქ რა გინდა? ხვიჩა, შენც მოგიტაცეს? აქი ამბობდი ასე და დავიკარგებიო. აკრი ერთად, ეხლა ერთად დავშოთ, კარგი არ დავშოთ. ხვიჩა, რა არის ეს ბიჭი შენ? ჩემი სოფლელია, დღეს ერთად წევსავ. ბატონო ჩემო, დიდად დამავალებ თუ ამ ბიჭს დამიდე. საფასურს იმდეს მოგართმევ, რამდენი ცალი უსუპს მივეცი. მე პირიქით, მინდოდა მეთხოვნა რომ ეს ბავშვი ჩემთვის დაგეცა. ქართველები და ჩერქეზები კარგი მეომრები. მე მათ მხოლოდ ეგვიპტელ მამლუქთათვის ვიყიდე. ამიტომაც კარგ საფასურს გაძლევ. მეც ეს ბავშვი ვენეციაში მივყავს. ერთ დიდ ბატონისათვის საჩუქრად. ყველა დროს თუ დავკარგავ ჰუსეინ აღა. ბავშვი წამოიყვანე. მე შენთან წამოვა. ამოდი. ჩემი ხვიჩა. ამოდი. გოჩა, გოჩა. აქ მიდიხარ. გამიშვი. გამოიყვანე. ხილად ვიდოდე ზეოკაცის და ვგზასა შენსა და მოიხსენე რამე თუ ბოროტის ძლევს კეთილსა ყოველგან. ჰუსეინ აღამ სხვა ტყვეებით ბევრი იყიდა ეგვიპტელ მამლუქთა ბეგებისათვის და გზას გავაკა. მამლუქი არაბულად თეთრ მონას, ნაყიდ ტყვეს ნიშნავს. ეგვიპტის სულთნები თავიანთი მხედრობის შესავსებად მამლუქებს აგროვებდნენ და მათგან სამხედრო რაზმებს ადგენდნენ.
მამლუქები ისე გაძლიერდნენ, რომ ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება და რამდენიმე საუკუნის განმავლობაში კაიროსა და მთელი ეგვიპტის სვებეთს განაგებდნენ. ვისაც არ უნახავს კაირო, მას არ უხილავს არაფერი. ნათქვამი არაბულ ზღაპარში. მისი მიწა ოქროა, ცამის თავზე სასწაული. 18 საუკუნის მეორე ნახევარში მამლუქთა მხედართ მთავარმა ალიბეგმა ხვანთქრის წინააღმდეგ აჯანყების დრო შეაფრიალა და ის მთელი ეგვიპტის ხელმწიფე გახდა. Повелитель, привели главарей восставших филахов. Заключить их в крепость. ბრძანებელო, სოვდაგარი ჰუსეინ აღა გიახლათ. ჰუსეინ აღა? ჩქარა აქ დამიძახე. ასალამ ალეიკუმ, სულთან ეგვიპტისა და ფლობელ ორი ზღვისა. აქეთ, ჩემო ჰუსეინ, ამ ბალისზე ჩამოგწან. სხვა, ჩემო ჰუსეინ, როგორი ვაჭრობა? როგორი მგზავრე? ვაჭრობა ძლიერ ნაკლებია მბრძანებელ. რათაო? მოგეხსენებათ გურჯისტანიდან ტყვეთა დენა მეტად შემცირდა. მაგრამ მე შენთან ბრძანებელო ხელცარიელი ხომ არ მოვიდოდი. ერთი გურჯის ბიჭი მოგიყვანე. ოჩახ, ჩემო ჰუსეინ. აბასადა? თქვენ საფარეშოში გახლავთ. ბიჭი საჩქაროთ მომგვარონ აქ. ჩემო პატარა ქართველო. ახლა მოდი. ნუ გეშინია. სახელი რა ქვია ჩემ პატარა გურს? მაჰმუდი ბრძანებელ. არა, ხვიჩა. შენ მაჰმუდი ხარ. ხვიჩა. საქართველო ბუნდოვნად მახსოვს. მაჰმუდ ოჩა აბა ჩემო ბიჭუნა, ახლა მოიწი ჩემთან. მეომარია. მეომარი. მამელუკადაა დაბადებული. ცხენზე ჯდომა, იცი ჩემო ბიჭუნა? ვიცი. ой, ისეთ ცხენზე შექსლამ, რომ მისი ბადალი ქვეყანაზე არ იყოს. ბიჭი ძალიან მომწონს. ამას ვეჭველად, ჩემს სახელობაზე გავხსნი. ჩინებული აზრია დიდებულო. აბდავა! დაიყვანე ბავშვი, მოასვენე. აბა გახტევი, მაჰმუდ, გახტევი. Allahu Akbar. Ashhadu an la ilaha illallah. Mahmud? Заигитхе. Во имя Аллаха милостивого, милосердного. Во имя Аллаха милостивого, милосердного. სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, წყალობელისა.
ხვიჩა მაჰმუდად წოდებული მამლუქთა შორის იზრდებოდა. წინათ თუ მას სახარებაზე წვრთნიდნენ, ეხლა ყურანს ასწავლიდნენ და სალაშქროდ ამზადებდნენ. უმაღლესის დასყიდელი მიეძღოს მას, ვინც მოგდეს ბრძოლის ველზე იარაღით ხელში. სულ მოკლე ხანში მაჰმუდი ხვიჩა ნამდვილი მამლუქი გახდა. არ მეგონა თუ გაიგონებდა? ვინ არის ის? ალიბეგის შვილობილია. რა ლამაზი მაწვილია. ძალიან მარდი და ღონიერია. იცი ზეინაბ, მაჰმუდი შენი სამშობლოდან უნდა იყო. ვინ გითხრა? არ ვიცი, ჩვენი ბატონისაგანაც გამიგონია. მომშორდი მეცნაურა, მაგრამ ის არ უნდა იყოს. გამარჯვებას მოგილოცავ, მაჰმუდ. შენ დაიმსახურე სასახლის რაზმის უფროსობა. დღეს მოხვალ ჩემთან სასახლეში, მადლობა. ალლაჰი იყოს შენ მხარე, მადლობა. მაჰმუდ, მეც მოგილოცავ. ამიერიდან აღმავლობისკენ გზა ხსნილი გაქვს. მოგილოცავ. მაჰმუდ, რას დუმხარ?
რაც ჩამოგტირი სახე. დღეს ალბათ შენ ძალიან დაიღალე. ასლან, რას უცდი? გაგვამხიარულე. ახლავე მბრძანებელს. ალბატონო ალბატონო მოგეშინია ჩემი მითხარი მხოლოდ საიდან ხარ რომელ ქვეყნიდან მინახართ აღმუდი
მიიღეთ ჩემგან საჩუქრად. აი ნახე, შენი სახელი მოვქარგე. მე კითხვა არ ვიცი. მე გასწავლი უცგირე ხ ვ ი ჩ ა ხვიჩა. ძირა მე ვარ ხვიჩა მე. უკვე წელიწადია რაც ვიტანჯები ამ ციხეში. ძირა ეს ის მარია. როგორც კი დაგინახე მაშინ მეკიცარი. არ მეგონა თუ და მე კიდევ შევხვდებოდით ერთმანეთს. ხვიჩა, ჩემო ძვირფასო. მე მომკლავ მარტო. ნახე. ახლა კი წადი. დაგვინახავენ. ძირა ჰასან, მე სასახლეში მივდივარ, წამოდი. გაგეწევით, ბატონო. მამლუქთა ბეგები არ ბებდნენ დავიწროებდნენ ეგვიპტელ შრომელ ხალხს, რის გამოც მათ რისხვას და წყევლა გულვას იმსახურებდნენ. ალლახის წყევლა და ბრულვა, შენა და შენს მოდგმა. ამ წყევლა გულვას ვერ ასწდა მაჰმუდიც, რომელიც ისედაც გაუბედურებული იყო. Алтермоеды, шевей, шевей! Ты почему не работаешь, негодяй? А ну, живо! С тех пор, как я попал сюда, вот так и мучаюсь, пока не сойду в могилу. Что поделаешь? Эй, ты! Такова наша судьба. Откуда ты родом? Приветствую вас, господин. Не помнишь? Когда меня похитили, я был очень маленький. Но я так знаю. Вот за этими горами море, а за морем высокие, очень высокие горы. Там я родился. Туда можно только перелететь. А мы не птицы.
ზეინაბი სად არის? ავად გახდა ჩემო ბატონო. რა მოუვიდა? მოედანზე ვიღაც უნახავთ თავის ქვეყნიდან და მას აქეთ სულ სტირის და ამბოსთქონს. ვინ არის ის? მაჰმუდია, ალიბეგის შვილობილი. მაჰმუდი? გარეშე მტრების შემოსევათაგან დაუძლურებულ ფეოდალური საქართველოს ცხოვრებას თან ზრდებდა უდიდესი ბოროტება. ტყვეებით ვაჭრობა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა მე-18 საუკუნეში, როცა შავი ზღვის სანაპიროზე მტრის მიერ დაკავებული ციხე-სიმაგრეები ტყვეთა ყიდვა-გაყიდვის ცენტრი გახდა. ყოველწლიურად ათასობით ყმაწვილები და ახალგაზრდა ქალები მიხავდათ უცხო ქვეყნებში. ქართველ დედას არ უხაროდა შვილის დაბადება. ვინ იცის, რამდენი ცრემლი დააღვრივა შავი ზღვის ამ სანაპიროზე. მხოლოდ იმერეთის მეფემ სოლომონ პირველმა აკრძალა ტყვეებით ვაჭრობა. უკვე თუ ვინმე წარჩინებული ან მდაბიო, აზნაური ან უაზნო, შემდგომად წვრილად გამოძიებისა, აღმოჩნდება დამნაშავე ადამიანების ყიდვა-გაყიდვაში, წეული მციყოს იგი წმინდათა კრებულთაგან და იქნეს ასეთი განუჟელად დაბრმავებული. ხოლო უკვე თუ ვინმე ქთამს აიღებს და თვალს არ დასხრის დამნაშავეს, წეული მციყოს იგი წმინდათა კრებულთაგან და დაშთობილ იქნეს იგი. დღეს მიხედე, არსად არ წავიდნენ. აგე, ზემოთ არიან. რასნები შემახიანო, ნაცამასტი, ისე მომივიდა, განგებ ხომარავქეთ. აბარა, რაზეღროლ დომებოდა, იცი სად გადაგიშვიდი? შენ მამზე, ხომარა გონია, რომ შენ მე მომერები. აშარადა? აბა მოდი დამეჭიდე, ნახოთ რა ვაშკაცის ხარ. აბა მოდი. როგორ ხურა ქონია ბიჭო? ასე დავიბადე. დაღია, ამიტომ მეძახიან. მერე ასე დაგჭება? მერე რა?
დედაჩემმა მითხრა, არსად არ დაიკარგებ, ყველგან მოგძებნით. Koça, zavide. Koça, moval, damelode. გავიდა დრო. მაჰმუდი გაათავისუფლეს, რომ ბრძოლის ველზე გამოესყიდა თავისი დანაშაული. ის ინიშნება რაზმის უფროსად. მას შემდეგ მრავალმა წელმა განვლო. იდება ალლა დაუმარჯოს მამლუქთა უძლეო ლაშქარს მამლუქო ძირფასო მხედრებო ეს ჩვენ ზეთად მოწოდებული ჰამიდბეგის დასვლად ახალი სარდალი უნდა განვასწროთ დაასახელეთ ძმანო ღირსეული კაცი ჩვენი საზრით ვინ უნდა დაინიშნოთ? ვინ დაასახელოთ? ასლანბეგი. მას შემდეგ 10 წელი გავიდა. გახსოვთ? ჩვენმა ჯარმა სეუტას ალყა შემოარტყა. მინდოდა ერთი შეტევით ციხე აგვებო. მამულუქნო ვის შეახდა მაშინ მტრის გალავანს? მარჯვნივ და მარცხნივ აკაფა მტერი. ჩვენ ვინ გაგვამარჯვებინა? იმ მამლუქმა მაშინ 100-ის თაობა მიიღო. ის ვინ იყო? თანო და თანამოაბჯერენო. მე არც კი ვიცი ვინა ვარ. სადაური ვარ. მხოლოდ ვიცი რომ მამლუქი ვარ. ხმალი ჩემი დედმამა. ლავი ჩემი, სიმტკიცია ჩემი. eur თქვენთაგან სახსოვს, 100 ზუანთან მოგვიხდა ბრძოლა. გახსოვთ 1000-ის თავი. მამაღლა რომ შევკივლა, ხმალი შეათამაშა. ვით შევარდენი, რის რაზმში შეიჭრა და გამარჯვება მოგვაპოვებინა. ვინ იყო ის 1000-ის თავი? ებეთ მანგრევების ქვემოთ ჩვენი რაზმი იდგა. გარს ერი ერთხა და ჩვენზე თავხედურ იერის ლამოხდა. მაშინ ვინ იყო ის მამლუკი რომ დაიძახა? ამხევით წნებო. აიჭი გააქანა. ატბართომე თაურს ხარდამხარეთ ჯერა. ერთი დარტყმით თავი გააგდებინა და ჩვენ გამარჯვება მოგვაპოვებინა.
ის ვინ იყო? ალახსურს მაჰმუდი გახდეს მამლუქთა მხედართმთავარი და იქმნა ასე. Mahmud Bey! Mahmud Bey! Aha! Darçinebullo. Უკვე გაგოლილი გექნებათ. რა მოულოდნელი ამბავი მოგივიდა. ალექსანდრიაში გადმოუსხავს თავისი ჯარი ფრანგთა ფაშას ნაპოლეონ ბონაპარტს. გათავხედებულმა ფრანგებმა გაბედეს ფეხი შემოედგათ ჩვენს სამფლობელოში. დაგაჩქარებით მოიწევენ ჩვენსკენ საომრად. რა სიტყვით თქვენ ბერგებო? რა უყურთ, მოგძანდეს. ჩვენ საქმე დაგვწევთ. ვერ გამიგია რისთვის მოდის თანმოკლე ფაშა ჩვენზე. რა დაგვიშეებია მისთვის? სად ჩვენ და სად საფრანგეთი? რა უნდა ჩვენგან? გონი ამ გამოლაშქრებას რაღაც მიზეზი უნდა გქონდეს. მიზეზთა გამოკვლევა ჩვენ ახლა ახალს ვერაფერს შეგვძენს. თავი და თავი მიზეზი მაინც უცვლელი რჩება. ის კაცი გვეუბნება, ბიჭი ვარ და მოვდივარ. ბიჭები ხართ და დამხვდითო. დავხვდებით. დავხვდებით. ჯარისკაცნო, 40 საუკუნე გადმოგცქერით თქვენს წინ აღმართულ პირამიდების სიმაღლეებიდან. მაჰმუდ ბეგი მამლუქთა ლაშქრის მარჯვენა ფრთას სარდლობდა. მას წილაწყთა შეტაკება ფრანგთა ცხენოსან ჯართან.
ხანმოკლე ფაშამ არ დაამოვნა. თავის კავალერიას საჩქაროდ სარბაზნები და ქვეითი ჯარი მიაშველა. ცეცხლი! ჩაგათუ მიზნებენ ეს კოპაკები. მომყევით! ჯარი გარჯულის ხალხი ფრანგებს არ გვაქვს. ვენეციელები უნდა იყოს. არ შეგარჩეთ იაურო. ამლუქნო! წინ! Vai, nana. Vai, nana. ვინ ახარ შენ? ვერ აქცნობ? სადღაც მინახავს ეს კაცი. გუჩა! დაღიანო! Guccia. 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 Čemu dzvirpaso? Ver mi tani. Me ხვიჩა ვარ. ხვიჩა. გესმის?
ო ღმერთო ჩემო, რა დამსაჯე. ნუ თუ ყველაფერი ეს ცხადია. ცხადია. ვინ ახარ შენ? მამლუქი, ქართველი, სად არის შენი სამშობლო? არ გინდა გაიგო როგორ არიან, სად არიან შენი მშობელი დედა, მამა, სად არის შენი ქოხი, შენი პეხურა? არ მოგონებია ისინი შენამშორეულ ქვეყანაში. დრო გადიოდა, შენ შეეჩვია ხალ ცხოვრებას. ბედმა გაგიღიმა, საბრალო მონიდან დიდების მიწვერვალს მიაღწია. ეხლა კი სად არის დიდება? ეს არის ჩემი დიდება, ჩემი სიმდიდრე, ჩემი სამუნჯე, ჩემი სამშობლო. მე მოგგალ შენ. შენ მახვიჩა მოგკლა შენ. მე რისთვის? Mahmudbek, ცოცხალი ხარ? Mahmudbek, ასე გაქვებული რა გაგაჭირა? შენი რაზმი სათხა? მურადბეკმა შემწებრაზე მოსწავლა. სასწრაფოდ გიბარე. ეს რა ამბავია? შაფარ, ხესუდგე, დამოკლეთავთან შენი ლაშქარი გაანადგურა. Mahmud, ეგები შენ გიცდია, შენ დაპირილია. რა გქონდა ხარ? ერგანი გერასა შენ ხარ გიავისლებს. ვენეციელია სისტამია. ვიღაც ძაღლი ძაღლმა სადაღლებულა. ვინ არის ვენეციელი? ეს ისეთი ვენეციელია, როგორც მე გვიხდენ. ხომაჩიშო. ალლაჰი. სად არის ალლაჰი? უსამართლობა ქვეყნის ალლაჰი და ძალმომრავლობა მისი მოციქული. მამლუქთა ბიცუალა და რთული დაგნა? ქნებ ფრანგების მოსყიდულია. ათვილი შესაძლებელია. ამით სირადნი დაიფანტა ეს კი აქ ხუნებლად გამოწიმულა. არ შეგამედო! იაურუ! Allah! Allah tekrar. მაგრამ არც ერთი იყო ეგვიპტელი და არც მეორე ვენეცია. ორივე ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ.